მოგესალმებით. ჩემი სახელია მაია. მე ვარ საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო უნივერსალის დირექტორი. ამ ბიზნესში ვარ 20 წელზე მეტი. დაგეხმარებით მიიღოთ განათლება საზღვარგარეთ. გაგატარებთ სავიზო პროცედურებს, შეგარჩევინებთ საცხოვრებელს. აგრეთვე დავრჩებით თქვენი ინტერესების დამცველი მთელი სწავლის პერიოდში. დღევანდელ ვიდეოში მინდა ვისაუბრო გერმანიის განათლების სისტემაზე და ეს უფრო საინტერესო იქნება იმათთვის, ვინც სწავლის გაგრძელებას აპირებს გერმანიის საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტებში. გერმანიაში უნივერსიტეტების ორი კატეგორია არსებობს: საჯარო უნივერსიტეტები, რომელშიც სწავლა გერმანულ ენაზე უმეტესად არის ინგლისურენოვანი პროგრამებიც და ითვლება, რომ უფასო იქ რაღაც სიმბოლური გადასახადი არის, თუმცა ინგლისურენოვანი პროგრამები ცოტა მეტად ღირებულია და კერძო უნივერსიტეტები, ეგრეთ წოდებული გამოყენებად მეცნიერებათა უნივერსიტეტის of Applied Sciences, რომელიც არის ფასიანი, თუმცა ჩარიცხვის სისტემა ორივე შემთხვევაში ერთნაირია. კერძო უნივერსიტეტები უფრო თანამედროვე გამოყენებად სპეციალობებს გვთავაზობენ, რომელიც მოთხოვნადია დასაქმების ბაზარზე, უფრო ინგლისურ ენაზე ისწავლება მეტი პროგრამები, თუმცა არის გერმანულენოვანი პროგრამებიც. ჩვენ მუშაობთ მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებთან, ანუ Universities of Applied Sciences და მხოლოდ სახელმწიფო აკრედიტირებულ უნივერსიტეტებთან. ეხლა რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ განათლების სისტემას. როგორც ხედავთ, სასკოლო განათლება გერმანიაში არის ჩვენგან განსხვავებით 13 წლიანი. ბაკალავრის 4 წლიანი გააჩნია, საინჟინრო პროგრამები შეიძლება 4 წლამდე იყოს, მაგისტრატურა, დოქტორატურა ჩვეულებრივი ციკლია, ამას შევეხებით ცოტა მოგვიანებით. დავიწყოთ სკოლის განათლების შემდეგ, როგორ შეიძლება ჩავაბაროთ საბაკალავრო პროგრამაზე. თუ არ გვაქვს საერთაშორისო დიპლომი, როგორიც არის Deutsche Abitur, A-Level, IB დიპლომი, მათ თავიანთი მოთხოვნები აქვთ, საგნების სპეციფიკური არჩევანი აქვს გერმანიას, ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ პროგრამების ამორჩევის დროს და თქვენი სკოლის კონსულტანტმა უნდა ზედმიწევნით კარგად შეგარჩევინოთ თითოეული პროგრამა. მე განვიხილავ ამ ვიდეოში ჩვეულებრივი ატესტატით, როგორ ჩავაბაროთ გერმანიის უნივერსიტეტებში. როგორც კერძო, ისე საჯარო უნივერსიტეტში, თუმცა კერძო უნივერსიტეტებში არის გამონაკლისი, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მაშასე, 1 წელი უნდა დავამატოთ. შეგვიძლია ავიღოთ Studien College თუ საჯარო უნივერსიტეტში ვაბარებთ და 1 წელი გავიაროთ იგივე უნივერსიტეტის მოსამზადებელი პროგრამა ამ Studien College-ში. თუ კერძო უნივერსიტეტში ვაბარებთ, შეგვიძლია ამავე უნივერსიტეტში 1 წელი მოსამზადებელი პროგრამა გავიაროთ, ანუ Foundation. მაგრამ არის სხვა ვარიანტიც. შევარჩიოთ მაგალითად საქართველოში უნივერსიტეტი, რომელიც არის სახელმწიფო აკრედიტირებული და იგივე პროგრამა, რომლის სწავლასაც ვაპირებთ გერმანიაში, ოღონდ შევამოწმოთ, რომ პროგრამაც იყოს სახელმწიფო აკრედიტირებული და 1 სრული წელი დავფაროთ საქართველოში, ანუ ავიღოთ 60 евро კრედიტი და შემდეგ გავაკეთოთ განაცხადი უნივერსიტეტში გერმანიაში. ანუ როგორც მივხვდით, 12 წლიანი სწავლის შემთხვევაში 1 წელი უნდა დავამატოთ, რათა გერმანიის უნივერსიტეტებში ჩავაბაროთ. როგორც ადრე გითხარით, არსებობს გამონაკლისი. მაქვს რამოდენიმე პარტნიორულ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 12 წლიანი სკოლის ატესტატით სტუდენტი შემიძლია პირდაპირ ჩავრიცხო უნივერსიტეტში, სახელმწიფო აკრედიტირებულ უნივერსიტეტზეა ლაპარაკი, საკმაოდ რეიტინგულზე, ოღონდ ნიშნები უნდა იყოს 8 ქულაზე მეტი, საშუალო ნიშანი. რა თქმა უნდა, სტიპენდიებიც იქნება შესაბამისი. თუ შეკითხვები გაგიჩნდათ,
ძალიან გთხოვთ დამისვით, სიამოვნებით გიპასუხებთ. ეხლა კი განვიხილოთ თუ როგორ ჩავაბაროთ სამაგისტრო პროგრამებზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ გერმანიაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად, არის ის, რომ ბაკალავრი უნდა დავამთავროთ უნივერსიტეტში, რომელიც არის სახელმწიფო აკრედიტირებული და პროგრამა, რომელიც გავიარეთ, უნდა იყოს სახელმწიფო აკრედიტირებული. ეს უნდა სპეციალურად შემოწმდეს სპეციალურ საიტზე მომართეთ და აუცილებლად მოგაწოდებთ ინფორმაციას. მაშას, ესე იგი, გერმანიის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად, ცალსახად გვწირდება სახელმწიფო აკრედიტირებული ბაკალავრის ხარისხი. პლუს პროგრამა უნდა გქონდეს გავლილი იმ სპეციალობით, ანუ იმ ფაკულტეტზე მაინც, მაგალითად ბიზნეს სპეციალობა და შემდეგ უნდა მარკეტინგით ვისწავლოთ მაგისტრატურაზე, ანუ მხოლოდ მსგავს პროგრამაზე შეგვიძლია გავაგრძელოთ სამაგისტრო პროგრამა. ბაკალავრიდან სამაგისტრო პროგრამა არ შეიძლება მაგალითად გაგრძელდეს ჰუმანიტარული საგნიდან ტექნიკურ საგანზე. ამას ვერ შეძლებთ. ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე რა GPA სითხოვე, რა მინიმალურ GPA სითხოვს ესა თუ ის უნივერსიტეტი ჩარიცხვისთვის, აგრეთვე ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დონე. იმ შემთხვევაში თუ GPA-ს აწევა გსურს და ვერ მაკმაყოფილებთ ამ პირობას, ან სპეციალობის გამოცვლა გვინდა, შეგვიძლია გავიაროთ პრემასტერი, მაგისტრატურისთვის მოსამზადებელი პროგრამა. ჩარიცხვის მოთხოვნებში აგრეთვე ყურადღება უნდა მივაქციოთ სამუშაო გამოცდილება, მოთხოვნადი არის თუ არა. ეს სამუშაო გამოცდილება უნდა იყოს ხარისხის აღების შემდეგ, თუ სწავლის პერიოდში მიღებული გამოცდილება შეიძლება. რამდენი წელი უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში MSc პროგრამები, MA პროგრამები, Master of Arts, Master of Sciences სამუშაო გამოცდილებას არ მოითხოვს. სამუშაო გამოცდილება შეიძლება მოგთხოვოთ უფრო 99%-ით. მოგთხოვოთ MBA. ეს შეიძლება იყოს 1 წელი, 2 წელი, 3 წელიც კი. თან უნდა იყოს იმ სპეციალობაში, რომლის სწავლასაც აპირებთ. გერმანიაში სწავლის დამთავრების შემდეგ ეძლევათ 18 წელიწად-ნახევარი სამუშაოს მოსაძებნად, თუ სამუშაოს იპოვით, გეძლევათ ცისფერი ბარათი ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობის უფლებით 5 წლით გერმანიაში სწავლითა და მუშაობის შემთხვევაში, შემდეგ გეძლევათ მეორე პასპორტი, ამაზე დაწვრილებით დეტალურად ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში. ამჯერად ეს ვიკმაროთ. ეხლა დაგიმშვიდობებით, გისურვებთ აკადემიურ წარმატებებს, თუ შეკითხვები გაგიჩნდათ, აუცილებლად დამისვით და სიამოვნებით გიპასუხებთ. მომავალ შეხვედრამდე.